გამარჯობა მეგობრებო, თქვენთან ისევ ალექსია და მოგესალმებით ახალ ვიდეოში. ცოტა ისეთი სიტუაციიდან გერთვებით ახლა რაღაცები მივაგია სალონში. მალე უნდა დავიწყო მოკლედ მანქანის გაკეთება, მაგრამ დღევანდელი ვიდეო ჩემ მანქანაზე არ არის. დღევანდელ ვიდეოში მინდა გაჩვენოთ მანქანა, რომელიც უკვე იყო არხზე, ოღონდ საერთოდ სხვა ამპლუაში იყო და ეხლა, ეგრე ვთქვათ, გაცოცხლებულია და ნუ მიხვდებოდით უკვე სათაურიდან და thumbnail-დან, ასე რომ ბევრს აღარ ვილაპარაკებ. Როგორც ყოველთვის, ჯერ ლაიქი, მერე ყურება, აუცილებლად გამოიწერე არხი თუ ჯერ არ გაქვს გამოწერილი. ასევე გამოიწერეთ ჩემი Instagram-ი, ლინკი იქნება აღწერაში და არ დაგავიწყდეთ Telegram არხი. ცოტა მოკტასავით, მაგრამ ჯერა რომ შეგვიძლია მაგის გაცოცხლება. ბევრი საინტერესო ინფო იქნება Telegram-ში და live კონტენტი, რომელიც არ იქნება ვიდეოებში, ასე რომ შეგიძლიათ გადმოხვიდეთ და უყუროთ მაგ ყველაფერს. პოლოს რაც შეეხება კიდე, შემდეგი ვიდეოდან უკვე დავიწყებ ამაზე. მოყოლას, ჩვენებას, გაკეთებას და ასე შემდეგ. და ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ. აბა, ცნო, ბიჭოს, ფარები გაქვს სხვადასხვანაირი? ეგ რა, ერთი გაძრა ის თუ რა ხდება? იამ გასჩავარდი და გამოვარდა დიდი ალბათ. დარო, ანიკო. კაროჩი, რავი, იცანით თუ ვერ იცანით, მოკლედ, მე მგონი გახსოვთ, ხო, ის სივიკი. ბოსოზოკუ რო იყო. ადრე ძალიან ძველ ვიდეოში რო გაჩვენეთ. იგივე სივიკია. კი ეტყობა რაღაცეებზე რომ იგივე არის, მაგრამ ხო, ეგეთ რაღაცეებზე. რაზე იძახდი, რაღაცა ძალიან დაბალიაო ამბობდი, რაზე ამბობდი რომ სადღაც კი არა და სადღაც ძალიან მაღალიაო და სადღაც ნუ აქ ვხედავ რომ დაბალია. არა, ეს უკანები კარგად. უკანები კარგად არის. უკანები. Damn! Fitmenti ძმა. წინ ეკანა ორივე ის რა, გადაჭრილი. წინ ეტევაცით. Almost ეტევა. წინ გადაჭრილი პრუჟინები ეკანა და დავაკანა კორიდორი ოღონდ აქ ხარი. გადაჭრილი. და ეს. ვაიმე, არა, ეს ეხა აქ ძალიან, აქ უკვე თითნახევარი ეტევა. ეს რა დისკებია ე? რეპლიკა, მაგრამ არა, ვიცი, ხედავ რომ რეპლიკა. აუ დავავიწყო სახელი. Work SPN6 მე მგონი თუ რაღაც ეგეთი არ მახსოვს. ყველას რო უკენე ეგ დისკი არა. ხო, ანუ მეისტერი ბევრნაირი არის. ფარები რო კონდეს ერთნაირი და რო იჯდეს თავის ადგილას. ეს რო არ ეგდოს. შენ სკამებით შესაძლებელი ქონდა მე მგონი, ხო? გავიჩე, შესაძლებელია ისე. ისევ სმარტის არის, ხო? სამწუხაროდ ის მაქვს რა ქვია, პრელუდის კამება. ხო, ვიცი, შენ პრელუდის კამებზე გვიყვებოდი ჯერ კიდევ იმას, რა ქვია, ჩემ მანქანა პოლო რო გვეგდო ვარკეთილში გარაჟში. მაშინ გვეუნეოდი ჯერ კიდევ რომ პრელუდი, მაშინად მოიტანე რაღაცა კამები, არა პრელუდის. მაგ დროს ერთი კოში რაღაც ნახე. ოვენ ნაგვის ბუნკერის გვერდზე. რომელსაც მარტო გუკატონა და ექოსთან მოიტანა. გარაჟში ეგდო სკამა. პრელუდის. ტოპები რატოა შესაძლებელი რა ჭირს? ეს ავარიის დროს გატყდა. ეგ რომელი ავარი? ხვილით რო დავეჯახე და ტრაკი რომ აუ, ხადაო, ეგ მანქანა. ეგ ნაჩვენები მაქვს თუ არა? მაშინ ლისზე რო ვიყავით, ბიჭო, მე მქონდა. ახალი აწყობილი ლისზე რო. ხო, და ისა. მანქანა გაღუნული იყო აი ამაში. ანუ მთლიანი ხო, იქიდან მხარეს. ნუ იდეაში აი ზუდაბრეწილი იყო მანქანა. და რო არ მოგივიდეთ ისე რომ იყიდოთ მანქანა და შემდეგ რაღაცა გაუთვალისწინებელი პრობლემები აღმოაჩნდეს, აუცილებლად გამოიყენეთ CarVertical-ის სერვისი, ან გადმოიწერეთ აპლიკაცია Android-ზე ან iPhone-ზე. ასევე გამოიყენეთ ჩემი პრომოკოდი AlexRay და მიიღეთ 20%-იანი ფასდაკლება, რომ სრულიად გადაამოწმოთ თქვენი მანქანა. როგორ ხდება მანქანის შემოწმება? შევდივართ აპლიკაციაში, შეგყავს მანქანის ვინ-კოდი და ვამოწმებთ სრულ ისტორიას. რა თქმა უნდა, თავისი სურათებით, როგორი იყო მანქანა აუქციონზე ან აუქციონამდე, გაძარცვული იყო, ჩანაძირი იყო, რა სახის დაზიანება ქონდა მანქანას, რამდენიმე პატრონი ყავდა და ასე შემდეგ. მოკლედ, აბსოლუტურად ყველაფრის გადამოწმება შეგიძლიათ CarVertical-ის მეშვეობით. თქვენ ზუსტად იგივეს გაკეთება შეგიძლიათ CarVertical-ის საიტზე ან აპლიკაციით. კიდევ ერთხელ გახსენებთ, რომ გამოიყენოთ ჩემი პრომოკოდი AlexRay და მიიღოთ 20%-იანი ფასდაკლება, რომ დარწმუნებული იყოთ იმ მანქანაში, რომლის შეძენასაც აპირებთ, ან უკვე ყავთ შეძენილი და არ გიწევდეთ ესე სირბილი ძრავებზე, ნაწილებზე და რაღაცეებზე, როგორც ჩვენ დავგვიორთ ხოლმე რა. როგორც ყოველთვის, ყველა ლინკი არის აღწერაში. ეს იყო კიდე შეღვანილი და გამოვასწავლე ავტობანზე გავტეხე. რანაირად გატეხე? გადავჭირო შეტოკი არ მეკანა მაგ დროს. ნუ კარჩი 3-4 სივიკი იყო. ხოდა როგორი სიტუაცია იყო, წინ სწრაფ ზოლში პრიუსი მიდიოდა ძალიან ნელა რა. და 3 სივიკი უკან ვიდექით და რო აღარ წავიდა, გვერდზე რაღაც მარშრუტკა მიდიოდა სპრინტერი. მიშო შეძვრა, ნოდოთ შეძვრა და მეც უნდა შევძვრალიყავი და კაკრას რო შევძვერი ამ სპრინტერმა მაგ დროს დააბჭირა და რო შევძვერი სპრინტერს გავარტყი ეს ფარი. და რა სპრინტერმა? აფეცამა. რა ხმები? საქართველოს იმნი რატომ ეს? კრილოს არ შევხებიო რომ მინა პროსტა ფარი გავარტყი. მაგრამ შეტოკი რომ განებოდა შეტოკით გამძროებდა. შეტოკით გაგძროებოდა კი. პროსტა ნახე აქაც, აქ თითი ეტევა, უყურე? ეს ორივე კრილო მიკერებულია და შიგნიდან შეიძლება ზუსტად არის. ეს არის ეს მოჭრილია.
სვასიგისაც ხო, მახსოვს. შენ მაშინ დადიოდი იმეებით რა, რაღაც სანომრები ქონდა, ხო? გამონპალი იყო თუ რატო ქენ? ხანდახელი რომ ყავდა რაღაც დისკები ვიყიდე, რომელიც ედებოდა და ვერ მოვიფიქრე რომ ეგ დისკები აღარ უნდა დამეყენებინა და კრეო მოვჭერი რომ ეგ დისკი დამეყენა. GG. აღო. კაროჩ, აი აქ ძალიან დაბალი. ნუ ეხა შეიძლება დგას თან ისე რა. ხო, გვერდულა, მაგრამ ნახე რა დაბალია ბიჭო. მაგრამ ის ფოლოვერები კაი გამოდგა ძალიან. იმ დღეს სამი კაცი მეძდა უკან და ვაფშე ედებოდა. აჰა. ის არის რა. გაქოვებული. რა, ანუ არის რა. ხო, რა ცოტა შენ არ ედება ვაფშე, კარგად აა. ეს სპეციალურად შეღებე რომ ნახო ედება თუ არა, ხო? ეს უკანები დაიხარა. ზედა გიტარები აყენე რეგულარულად. უი, შენ გიტარებიც დააყენე რა. ოპა! და ნუ ეს ბაჩოკი, ჯარიმა. არა მოასწავე სანამ დამეყენე შეცვა. ხო და იდეაში ბიჭო, ეს კანონი ახლა რომ გამოუშვეს რა, ბევრს გონია რომ იმაზე არის, რომ ხმაზე ან რაღაცა ეგეთზე რა, ვაფშე არ არის ხმაზე. იდეაში ყველაფერი იკრძალება, რაც კი მანქანას ვიზუალს უცვლის და ასე შემდეგ რა. ხარხნული. კაი ბიჭო, ნუ იმას. რაც თავარია ხარხნულია რა. ამ კანონთან დაკავშირებით რაც არის, ვაფშე გამშვებებზე საერთოდ არ არის ეს კანონი. ეს კანონი არის ნებისმიერ გადაკეთებაზე რა. მე რო გამოვიდე ხა, ჩემ მანქანას სულ რო ხმა არ კონდეს, მაინც დამაჯარიმებდნენ, იმიტომ რომ სპორტული ბაჩოკი გიყენე. ჩვენ მეგობარსო წართ ის მერსედესი, მაგ დროს იყო მე მგონი. ანუ ერთ-ერთმა პოლიციელს ვკითხეთ, რომ ანუ თუ ისეთი მანქანაა რომ მაგის ქარხონს ვერანაირად ვერ იშოვი, რა უნდა ქნათ, ხო და სხვა მანქანის ქარხონი შეგიძლია დააყენო რომ ხმა არ კონდეს. მაგრამ მე სხვა მითხრა რომ ხო პოლიციელი გავაჩერე, მაგასაც იგივე ვკითხე და მაგარ მითხრა რომ მაინც გადაკეთებულია. მაგრამ თუ ხმა არ აქვს, ესე პროსტა არავინ არ გაგაჩერებს. ეს არ გაგაჩერებს. კარჩი სრული განუკითხაობა არის, ხასიათს გააჩნია, ვინ როგორ ხასიათზე იქნება გაგაჩერებს და დაგაჯარიმებს თუ არ დაგაჯარიმებს. მან როგორი რაღაცეებიც იყო უკვე იცი, მარტო ბიჭო, ეგ ტუჩზე რო იყო ბაზარი, ეგ ცალკე თემა არის. სხვა რაღაცეების გამოც გაუჩერებიათ რა. დისკებზეც აჩერებდნენ და რაღაცეებზე, ანუ 18-იანი დისკი რაპონჩი გიყენია 16-იანის ნაცვლად. რა ვიცი მე რა იციან, მაგრამ არჩა მაგხელა დისკი არ უნდა გეყენოსო, არ არისო ქარხნულიო და ეგეთი სისულელეები რა, ხო და რავი, მე ჯერ მანქანა მაინც ვერ გამომყავს გასაკეთებელია. შენ კიდე, რავი, ნახე რა ვიძია და კაიროჟაა ძალიან. განსაკუთრებით ამ რაკურსიდან რა. ბიჭო, წვეჩი ხო ცხვირი მაღალია. არა, ეხლა ცუდა დგას. სწორზე რო იდგეს, აქეთ ამხარე იდეალურად დგას. იქითაც ცხვირია. იქით არის უფრო მაღალი? მაგრამ ვაფშე ამაზე რა. ოღონდ ეგ ავარიამდეც ეგრე იყო. მე რითომ ავარიას ვუბრალდი, მაგრამ მე გამახსენდა რომ ავარიამდეც ეგრე იყო. ეს სპორბალი იდგა გარეთ და სწორად. ეს სპორბალი იდგა შიგნით და დახრილი. მახსოვს ეგეც კი. გიტარებით შევცვალე, რავი, რაღაცეები შევცვალე, მაგრამ არაფერი არ ეშველა და ბოლოს ვიღაცა მითხრა შეიძლება წეროა გაღვონოლიო. მე წერო გავასწორი. უკან გამოვუღუნეთ თუ რაღაც ეგეთი. გასწორდა? გიტარებით გასწორდა, მაგრამ თვალ ბოლომდე ეხლაც რო დაგვიდე. ხო. შიგნით დგას უდრე ის და რა უნდა არის. ხო, ეს ძალიან შიგნით დგას. გარეთ დგას. წარმოგიდგენთ, ამაზე უარესად გარეთი დგა, ანუ ინა აი იქით დგა ეს ბოლო. ვაი, ხო, მახსოვს, დაჟე იკრილოს ედებოდა. ხა ხუნებოდი აქეთას არა. იმას სახურავს არ გაზდის? ლუქს. აქ რეზინა აქვს მოხსნილი. არა, აშვები ხოლმე წვიმაში. ამას გამოსწორფაებ ფანზემე და. მაგრამ ეგ რეზინა არ ფშვაში არა იდეაში, წვიმაში ესე რო დატოვო. ხო. ამაში წყალი მაგის გამო არ ჩადის, წყალი ჩადის ზოგადად. აქ აქვს ორი ცალი ეს რა ქვია, შლანგი. ხო, და გაჭედილია იას. რო ამაში რო ჩამოვა, გავიდეს ხო და ის არის რა ქვია, გაჭედილია და მაგის გამო ჩამოდის, გინდა დაკედილი იყოს, გინდა რა. მაგრამ ხო, ჩემ მეგობის მანქანაზე ესეთ დაუტოვებია მაგათაც მოწმაში, მაგრამ წყალი არ ჩასვა. რა კაია რო ლუკი არ მაქვს და ეგ პრობლემები არ მაწუხებს. ანუ მანქანის გარეცხვა რო გინდა რასაკეთებ? ესე რო დატოვა ჩავა ეხა აბარასიზავს. აი ამაში გუბდება ხოლმე წყალი და მე ესე გადადის შიგნით. კაროჩი. ეს როსაჭია? ომას უყურე. ბიჭო, შენ კაი ერთი კაი ქიმწმენდა კი გაგისტორდებოდა, იცი? წყალი რო არის აქ, რო დაგიჟანგდება ეგ ძირი, არ იცი? შეიძლება არის უკვე და აუ რა კაი საჭია. აუ მაგარი საჭია. თან ორიგინალი ენერგია. უარა ყატაო, რა თუნდა მანქანას ეგეთი. ეს პადოს კარაც გაქვს ეგენია, წინები რაც გეყენა? წითელი არის რაც ეყენა. აჰა. და ის ვარდის მე პროსტა ვიპოვე სადღაც და პროსტა ვიპოვე. იქითა თვითონ ამორტიზატორი გაღვონული იყო. აი ის პრუჟინოთ რომელიც გდია. ხო, აი ეს. იყო გაღვონული. აი ეს. ხო. ოკეი. და ის რა ქვია, ეგ ვარდის ფერებზე რაც ეყენა, მაგაზე დავაყენე ეს კოროლორები და ეგრე დავაყენე. მაგრამ ცალი მხარე დააყენე ხო შენ? ხო, აქეთაც ეყენებოდა მეზარები. გააკ დამკრატ. დავაყენოთ? მაგრამ ის გააქვს რა ქვია, დრელი. პატარა. დრელ კოროლორს ერთს რაღაცა ზემოდან რაც ეცმევა, მაგას უნდა უდნო გაფართოება, თორე ის არ ეცმევა. ანუ დრელი მაქვს, დრელის თავი არ მაქვს. აი კიდე არის. ის რა მოიცა? ყველა ხოლმე ეგრე ხო. რატო არ მახსოვდა რომ ეგრე იღებოდა? რა პირდა? ეს მახსოვდა. ოპა. ესენი აყენე ახლა უკან და წინ წავხარეს.
ბიჭო, იდეაში ხო? ეს მე მგონი ის არის, ხო, რა ქვია, Max Speeding როცებია, თუ არ ვცემ. რაღაცა ასე. ჩინური არის, მაგას ეგრევე. უნდა გაფართოვებ. აი, ხო. მოიცავს ზემოთ. ბიჭო, რაღაცა დრელი მაქვს, კი არა და თავი მაქვს დრელის, მაგრამ ის არის 10-იანია. ეს შეიძლება იმ ხელაზე გაგიფართოვოს, რომ მე რაღაც დავა, რა ვიცი. ой, ეს პლასმასია, ბიჭო. მეც ეგრე რეაქცია აქვს, ძალიან სულკია, მაგრამ არ გაი. აუ, დაჟე დადიოდა ის რა ქვია 4 წელი. მიშონა ხა დააყენა პადეს გამონა, ესეთი ეღენა 4 წელი. ამის გამო მქონდა. ეხ მეც მინდა. იმდენი. გააქვს ამის ключი? რა? სადღაც უნდა იყოს. თუ გინდა ვიჩალიჩოთ, თუ გინდა, კაროჩე დღეს დილით მიგზავნის ვიდეოს რა. კი არა და სურათს. აი აქ დაუკაწრეს ეს ერთი. გამოჩნდება ალბათ და მანამდე გაუსვეს აი აქ. დღის გამოყანება ყავდა მალევეს გამომიშვის. აუ, მაგარი ნერვებ მოშლინზე მიგზავნის რა, ვიღაცა ჯეტამ მომიყენაო, თან მე მიგზავნის, თითქოს მე რო Volkswagen-ი მყავს, მე ვარ დამნაშავე. ჯეტამ მომიყენაო, თან ბიჭო რა ვიცი, კარი რო გაგიყო. ძმა, მოდი აბა ეს ნახე. აუ. კი არა, მომიყენა. სახლიდან ჩამოვედი, მაღაზიაში მივდიოდი. აუ. და ეს მანქანა აყენია просто თავისთვის და გვერდზე უყენია ჯეტა და კარებია მიდებული და შენ ხალხი იზის. ხო რა, ავიდა. ფაქტი ისაა, რომ ხანდა კაცრი აქვს მანქანას აყალ შეღებულს. მაგრამ ნახე როგორი მომენტია, ეხა შენ თუ ყველა აი ესეთ პატარა წვრილმანს მანქანაზე როგორც აი ეს, ან აი ეს. ნუ აი აქ ნაკაწრი, აი აქ რაღაცა შპაკლი დასკდა, აი აქ რაღაცა დასკდა, იქ უკან, აქ ზემოც რაღაც დასკდა საღებავზე და ასე შემდეგ. აქ სპოილერზე არის აი ესეთი რაღაც. ეგეთ რაღაცებს თუ დააკვირდი ხო, მაგრამ შორიდან, ანუ ვაფშე ვერ ხედავ მაგ მომენტებს, რა საერთოდ არ ჩანს. просто ეგ ნუ გასარეცხი არის ეგ ერთი და რო გაირეცხება დარწმუნებული ვარ, უკვე კაი ვიძე იქნება რა. რო შეიძლება და გამოვიყვანე ბენზინის ჩასასხმელად მივედი. მერე? და აი ესე გამოიღო და ეგ ჩამოსხმული ბენზინი და დავაწყობ. GG. ბიჭო, გადავატაროთ უცებ. წუწები რაც აქ ვიცი, ეს როგორც არ უნდა გარეცხო არ შორდება. ხო და გადავატაროთ აპარატი თქო უცებ და всё, არ შეეტყობა არაფერი დიდად. წამო. აუ ძმა საგნეტუ შიტელი უდევს მანქანაში, ხო არ ვადა გასული ხო არ არის? არ ვიცი. ხო არ გაისრა? არა, მეთქი გაისვრის. Bolts რომ მოუშვებ Volkswagen-ზე, შეიძლება ატომური აფეთქება მოხდეს. აუ ნახე რა გაღუნულია. არა, ეს არ ეყენა, ამაზე ეყენა ვარდისფერი ერთ-ერთი. მეთქი ეგეთი დაღუნული დადიოდი. ეს ახლა რომ მოხსნა, ესეც დაახლოებით იგივე. უიმე. მომენატრა ეს მანქანების დიჟენია. თითქმის 1 წელი ვაფშე არ შევხები ვარ მანქანებს. რა ტექნოლოგია მოიფიქრა ძმამაზე, ხარ? გზე რო არ ეთათუნოს. ეს რანაირად იწეოდა უკან? არ იწევა. ვიდზე არა აძავს. გახეულიც რო არ ყოფილიყო. ვა, ზედე. დაშო, ძმა. და თესლად გადარწო. ბუღროჭები ხო გიმუშავებს? აბა დაამოხროჭე. კონდიციონერიც გაქვს? კაი მჯერა. საბრალსული. აუ რა სწორებს, ხო არ გადაო, მანქანა მომენატრა. კაი. ოკეი, ბოლო პერიოდში რაც მანქანით აღარ მოძრაობ რა ჩემით. სულ რაღაცა პრიუსებით და იმით რა ქვია ფიუჟენებით და ეგეთი რაღაცა ტაქსებით ან რაღაცეებით მაქსიმუმ. იმენა ნორმალური მანქანა მომენატრა რა. ბიჭო, ისე ხო, მაგარი ჩუმია. მაგრამ სხვადასხვა ჩამბარა გამოცდა. პოლიცია მედგა გვერდზე და რაღაცებს მელაპარაკებოდა და ჩა. მე რო დავკოფე, ესე უკან მედგა, ესე უყურებდა გრუჩდენს. ამას. და გამოვზადნე, ოღონდ ისე არა ძალიან ჩაოლებრივად. ეს ნელი გაზით რაღაცა ჩაოლებრივად გამოვედი. და რო გამოვედი როგორი ავედი. ახლა ამას ხმა არ აქვს საერთოდ არაფერია, კარგად იყავ. ავი. მაგაზეც ბიჭო, მარცხნივ. აქ ხო იცი ჩამოინგრა ბიჭო. ეხა ეს გადაკეტილია, იმიტომ რომ იქ ჩამოინგრა ფასადი. ისე მაგდროს რა ხდება? ახლა მანდ რომ მანქანები მოყვა, ხო იცი? არ ვიცი, რავი, თუ დაზღვეული იყო, აუნაზღაურებენ. ხო არა და არაფერი ხო. ვა, ახჩი. აქ კონდიციონერის დამალული კნოპკა. ამას ესე რომ ამოაგდებ. აი ესეთი კნოპკა არის აქვს და აქ აწერია ის. და იდეაში არ წამს არ აქვს და ქარხმალიც არ ქონდა, მაგრამ შეგიძლია რომ კონდეს რა. მილები არ უნდა გაიყვანო მე იქიდან? მე არ ვიცი, მაგრამ ეს მოაძლევ ერთხელ მაინტერესებდა რა იყო და ეგ და. კაი რა, ისი ბიჭო. რა პიჟონობებს იგონებ. ნამდვილ კაცებს კონდიციონერი არ სჭირდებათ. 40 გრადუსიან სიცხეში უნდა მოფლიანობდნენ და რა დაიგო. This vehicle is JDM as fuck. No gay. No.
Cream, what the fuck does this mean, bro? No gay cream wheels, no marble paint, no IED gear knobs, no TV screens, just pure fat JDM all the way. Okay, dzma, pure fat JDM all the way. So, ეხლა დანგრატი რო გქონოდა, წესით გავაკეთებთ. დანგრატი მანქანაში მაქვს. და არ ვიცი თუ გაიკვეხება შენ მანქანაში ისეთ დაბალი, შენი მანქანის ქვეშ. კაროჩ, ძალიან მაგრა ევასება ხუთიუსები ვანიკოს და ნახეთ რა აქ. ძალიან უხარია რო სივიკი აქ რა. ორი მომსაგეთ კიდე. ლურჯი და ეს კიდე რაკსტარის რაღაცნაირი ის არის ამოშორილი ლურჯდელები და მეორე სტორი. ხო, მალე მარტო ესეთი მანქანები დაგვრჩება ხო. ხვდები რა, ანუ ამ ყველაფერს აგვიკრძალავენ როგორც ჩანს მანე. ვაცი დედაც სადენე დავიღალე. თან ბახოდ ტესტს ვატარებთ რა, რამდენ პოლიციის ეკიპაჟს ჩაუვლით ისე რომ არ დაგვაჯარიმებენ. ვანიკოს თქმით, წეგან 3-ს ჩაუვარეთ, მე არც მინახავს ბახოდ. არავინ არაფერს არ რო ჩემ მანქანას ქარხნული და ჩუმი. ხო, სრულიად ქარხნულია და ჩუმია. ჩუმი რო არის ხო, მაგას ვერ დაუკარგავ. არა და რაზღრიალები. ბიჭო, ვაიმე. Bravo. Მოდი, ოდნავ მარცხნივ აიღე. ვიცი გავიგე. დემ. აუ, შიტო გიგძრება ბიჭო წინ. ბევრის პრობლემაა კიდე ახში რა, ზოზოფევა და რატო არის. იაში მანდ უნდა მოუფიქრო რაღაც ისეთი, რაღაც რკინა უნდა მოარგო აქ რაღაც ისეთ ჩამოაცვა რა. ბიჭო, თან რას დავაკვირდი, იცი, თითქოს ეს ფარი უფრო გამოწეული გაქვს. კაპოტიც გაქვს არეული, ვაფშე ზაზორში არ ძის არც ამას. აუ, ჩემიკა. დომა 94-იანი დაზაზორებული მაქვს. ბიჭო, მაგრამ მაინც კაია რა. ანუ ეხა რო აკვირდები, ახლოს რომ მიდიხარ და აკვირდები, ხო, ეს რის ტუჩია? მართლა? აი, ვიცი რომ გააფუჭე და გაგზავნა. აუ, იდეაში კაი იქნებოდა რომ გაგვერეცხა ჯერ. დავაი. ეხა აქედან არ ჩამოვიდეს თავარიაც ვეჭი. აქედან სკამზე არ ჩამოდის, იქითაზე რომ დააფინე მარტო. ოდნავ რა. ვარე მამასაც გადავრეც ხო? კრაუნის პადესკა. მე როცა მანქანა ძალიან ხანი არ მინახავს. ოუ. შეიძლება გაიქალო და ისე გააკეთეს ყველაფერი. ამას სისველი აკლია. დაენახე მოდი. გაირეცხა სივიკი, აშრობს ახლა ვანიკო. რა საკითხარ და იცოდი. მაგრაც ხელა, აი, ყველაზე დიდი პრობლემა ამ ბოქსის მაგაში არის რა, რომ ზაფხულში თან სახურავი აქვს იმის მეტალის. ის ხო ხურდება ცალკე და არნაირი ვენტილაცია არაფერი და საშინელი სიცხე არის შიგნით, დაჟე კარი როცა ღია გაქვს. თან ეხლა რომ მოვედით, ეგრე არ ცხელოდა ჯერ, სანამ წყალს არ შევასხავდით აქაურო, ანუ სინესტერო დადგა და რაღაცა კიდე უფრო ცხელი გახდა. ჯერ ამით ხო გაატარე? ხო, იმას კენ და მე გააგრძელე. ეგ წყალს აღარ იკარებს. ადვესკის შეცვლა არ მგონია დღეს ვიჩარლიჩოთ, იმიტომ რომ დანგრატი არა გვაქვს დაგვრჩა. და უბრალოდ ვეცდები რომ ეს დაკაწრული რაც არის, просто ექსპირი გადავატარო რომ მოვაშოროთ ის ნაკაწრები და всё. მე ვნახოთ რას ვიზავთ. აი ხანი არ მქონია ეგ დიჟენია და მაგრა ასტორებს რა, მანქანები და რაღაცას რო აკეთებ მანქანებს და ასე შემდეგ. ისიც მაინტერესებს ქალაქში როგორი მდგომარეობაა, იმიტომ რომ როგორც იძახიან, ყველა გაქრა. ეს ამბები რაც წავიდა, მას შემდეგ, რავი, ქალაქი დაცარიელდა კარგი მანქანებისგან. ეგეც მაინტერესებს, ვეცდები ვნახო დღეს საღამოს. ჩანს, თან საკაიფოთ ჩანს. ლოზიც ჩანს. კარგი. მე რა თქმა უნდა, თავზე დასამაგრებელი განათება დავრჩა. უჭკვიანესი რო ვარ, მაგრამ დიდი არაფერი ისეთ რთული არ არის მაინც აქ. ესე რომ ცოტ ვიზავ.
კაპრიალდა. ახლა აქ რა Tesla დირექტორს და აქეთ კიდე ბლარის არის, ბლარი. ცოტა ღრმა არის. პროსტა ის არის. ჩვეულებრივი შავი რა რა ქვია მაგას. 0.40 არის გარეული ჭველები. თქვენს არეთყობა by the way ჭველები. ხო, მარტო თუ მიანათებ ან ძალიან მზე დააჭერს მაშინ არის. ეს პარკი ნაადრევად ამოვიღე. საჩი всё მოვჭი ამას დიდი ხანი არ მიწვალია. თავარი იყო რომ პროსტა ვიზუალურად გამქრალიყო და თვალში საჩენი აღარ ყოფილიყო ეგ ნაკაწრები რა. всё, აქ საერთოდ არ ჩანს. ნუ აქ რასაც უყურებს გაქრა ყველაფერი რა, დაჟე როცა. მიანათე? ო რა, ცოტა პატარა რაღაცეები ჩანს. ნუ ეგ თავის დავნა ჭერმე რა გამშალ. აუ, ცუდად არის ეს ხელა. კონდიციონერიანი ბოქსი მჭირდება. გარეთაც არ არის უკეთეს. ბიჭო, რა კაი ვიძია. კაგენი გამშრალე. მინდა მანქანამიც დავევალებ. გავრეცხე. აი, მეთქი გავრეცხავ თქო, გავასუფთავებ თქო და მაქსიმუმ რაც გაირეცხა ეგ იყო. ტალახიანი მაინც აღარ არის. შენთანაც ჩავიდა? ჯიჯი. აი, რა გითხრა? და ამან დაიჭირა და მე ამოვიღე, მაგრამ თუნდაც კიდე შედიოდა. აი, ჩემი პირველი კითხვა იყო ეგ, რომ მეთქი შენს მანქანას ლუკი გაზდის თქო და არაო რას გაზდისო. ვაფშე არ გაზდისო, წვეთი არ ჩამდის. აი, კოკის პირველი წვიმარო იყოსო. სურო თავს ხმა იყოსო და რაღაცაო წვეთი არ ჩავაო და პატარაზე აი 2 წამის მიუშვირე კერხერი და ისე ჩავიდა რომ მანქანაში ვეღარ ჩავჯდებით ეხლა და დიდი ალბათობით. არა რას გაზდისო, კაცო. თავს ხმა წვიმარო იყოსო, წვეთი არ გაზდისო. ოპა. აი ხა დაემსგავს ამანქანას. ჯოარა ძალიან დაბალია. უკან ამ სივიკის იდეოლოგია მაინც არ შეცვლილა. როგორც იყო ტრეში, ისევ ისერჩება ტრეშად და ეგ ამაგის მუღამი, რომ ტრეშია. მაგრამ თან ლამაზი გახდა რა. კაპოტი ვერ გაწმინდე კარგად აშკარად. ან საპოლირებელია. სულ დასკლენტილი იყო, ხო კაპოტი? ო, ეთყობა, ნახე საღებავს რა უქნა. აბა, აღარ ჩანს. დავმალეთ ეგ ნაკაწრი. ხო, ნუ ეგ იყო დავალება. აქეთაც. ანუ მე ხა აქ რეალურად ის კი არ გამიკეთებია, რომ მთლიანად გავაპრიალე და ისე გავაკეთე, რომ ყველა ნაკაწრი ამოვიღე და იდეალური ზედაპირი ვქენი. არა, ნაკაწრი დარჩა. აი, თუ დააგვირდებით დარჩა, იმიტომ რომ საკმაოდ ღრმა არის. ამის მოშორებას რავი დატოჭკვა აუშველის მარტო, მაგრამ ჩემი დავალება იყო რომ მაქსიმალურად გამეფარა რა, ანუ არა თვალსაჩინო გამეხადა ეგ ნაკაწრები და გამომივიდა იდეალურად ჩემი აზრით, საერთოდ არ ჩანს. არც წინაც, არც უკანაც. ბიჭო, სხვათა შორის ეს სპოილერი უხდება. ნაკეთია. ქარხნულზე აქვს რაღაცას დაშენებული. ქარხნულზე დაშენებული. უკანონო მიშენებაა ხო? ქარხნულზე დაშენებული. რაიმე საკაიფო. თავის საქმეს აკეთებს და გიტარე ხო, გიტარები წეღან. ახლა. ო არა, გიტარები კარგად ჩანს. კაი, ლამაზია ძალიან. გამშვები კი არის. ქარხნული გრუპები. ქარხნული როგორაშინია. გამშვები. ქარხნული გრუშიტელი. წეღან უღებდით სურათებს, გოჩვენი. პროსტა რა შედარება, რა იყო და ეხა რა არის. იმის და მიუხედავად რომ კაი ბაზარი არაა, ბევრია ის რაღაც წვრილმანები არის. მომენტები წეღან რაზეც ლაპარაკობდით. აი ესე ქუჩაში რო შეგხვდეს ეს მანქანა, აი ესე. რა ვიძია, ხო არ გადაო. ესეთ იყო პირველ დღეს რო ვიყიდე. აუ, ცვეთში რა შედარებაა შეხედე. ბიჭო, თავისი მუღამიც ქონდა მაგ გაბანძებულს ისე რა. ეხა კი ასნია ბევრად ჯობია ესე როგორც არის. ვიღაცეები რო დაგწინოდნენ. აუ, ეს რა არის? ეს რა არის, ძმა? დავშკურკეთ ხელით სანამ პულივიზატორით შევღებავთ. What the fuck? თოდა კარჩე ვიღაცეები ამბობდნენ მაშინ რომ ფუ ეს რა არისო, ამას როგორ იღებო და აჰა. ეხა რა სიტყვით, აბა? დააღოლ. და ჩემიც მომეხოდოს. ეგეთ დონეზე მაინც. ბიჭო, ჩემსაც ეხა რეალურად ესეთ ვიზუალზე რო იყოს, ჩემსაც უნდა მარტო პადვესკა, ანუ დაგდება, წესი, აი ის დისკები აღარ მომწონს ხა რაც მეყენი. შენ მოგწონს? მეც აი ქიმი რო გარეთაა გამოყოფილი ბორბლის კიდე იქით არ მოწონს. ნუ ეგეც არის, არა მე ისეთებიც და ესეთებიც ეგეთი დისკებია. ბიჭო, მე პროსტა ჩემსაზე რო ეგეთ აი ესეთ იმიანი რა ქვია, ოფსეტიანი დისკები რო დავაყენო, გარეთ დადგება. არ მინდა რომ გარეთ დადგეს. იდეაში, იქით ამ მხარესაც, მეორე მხარესაც რო ესე იდგეს როგორც აქ დგას. იდეალურია. ბიჭო, ეგრე იდგა დაახლოებით, რა და ის რო დავაყენე, მაგრამ ნუ გასაკეთებელია. ყველაზე მაქსიმალურად დავაპატარო და ეს დადგება. ბიჭო, აბა ერთი ახადე კაპოტი.
არა. მაინტერესებს რა შეიცვალა. მიდი. გაგიფუჭდება ვიდეო. სლიფერი on პირიქით. კარგვიძია, მაგრამ საშინელია. აი მე დედა. ეს შენ შეღებე ბიჭო ვარდისფრად? იდეაში არც არაფერი არ შეცვლილა რა. მონოსპრისკი იყო და მონოსპრისკი არის. ელექტროობა მინდა რომ გავასფრისკო ბოლომდე. თანჩენ. ნელია, მაგრამ ტექნიკურად კაია რა გამოდგა. სივიკი არა. მეც მინდა ისეთი მანქანა რომ არ ფუჭდებოდეს, რომ დადიოდეს, ყაივიძე რო იყოს. აი ერთი ეგეთიც უნდა მყავდეს რა. ნელია, მაგრამ კაი. მე ჩქარი მინდა. თან ეგეთი რო არ ფუჭდებოდეს. წინაზე რო გიყენა შენ აქ ამ დისკებამდე, სხვა დისკები. ის უფრო მომწონდა ვიდრე. არა, ესეც კაია. ბრაკი იყო ეს. რა ჭირდა? სამი იყო მამალი და ერთი დედალი. როსკი დისკები ხო იცი რაც არის? ხო. უკან უფრო ღრმა ის რო აქვს და წინ ნაკლები. ხო და ეგ იყო ოღონდ სამი ძალიან ღრმა იყო და ერთი პატარა. და როგორ დადიოდი ეგრე? სად გიყენა ის? ნუ დაიბალანსებინა ხო? საშენო დისკები გამოუშვეთ რა გინდა? მართლა ზუსტად ეგრე იყო. ანუ ხო სულ ისე იდგა რომ ეს. მაგრამ იდეაში არა იცი რატო? ოფსეტი და სიგანი როგორც მახსოვს ერთი და იგივე ქონა, პროსტა თვალში იყო ისეთი რომ ანუ ეს რაღაც კიბეებისავით ქონა ქიმი. 150 ლართ ვიყიდე რაღაც BBS-ები. E30-ის BBS-ები. ეგ BBS-ები გავუცვალე მე ფიტზე იყენა, ოღონდ იდეაში არ იცოდა რა იყო რა. მუგენ MR5-ები არის, კვადრატი რომ მუგენი გაგდა. ქარხნად მაგაზე იყენა, ქარხნად ეგ დისკი რა და. ვიდზე დიდი არაფერი არა, მაგრამ სახელი ქონდა რა. J-კლასი არის, ეგეთ პონჩი იყო, მაგარი იყო რა, მაგრამ სახელი აქვს და ხო, სახელი აქვს და ძვირი ღირს იასმე. მეისტერები იყო, ხო? ხო, მეისტერი იყო. კი. ეს რაც ბრილიანტი თეთრი გული ქონდა და პრიალა ის რა და ახლა ეს ორივე განიერი იყო. და ერთი იყო მოკლე ბორდით. ეს რა. სამხარეს დედამამალი იყო და მეორე მხარეს ჩოვლები რა. ეს მას მოკლე ბორდი ქონდა და ეს ძალიან განიერი იყო რა. ხო, იასმე. გინდა კი აბალანსებდა, მაგრამ ხო საბოლოო ჯამში ხო იქ. ხო და საბოლოოდ რა გითხარ, ეგ მუგენებში ხო გავცვალე 150 ლარიანი დისკები. და ერთი ჩემს მაგაც იყო კვადრატი ყავდა და მაგ დისკებს ეძებდა, რაც სანამ კვადრატს იყიდი და მე მგონი მაგამდე ეძებდა მაგ დისკებს და რო ნახარო ეგ დისკები მქონდა, გაგიცვლიო ამ დისკებში და მეთქი მეც მეტი რა მინდა და 800 ლარად გავყიდე. ხო. და მე ეს დისკები იყო ის მუგენები. აუ, ხო, არა, ვიცი ეს ანუ ვიდზე დიდი არაფერი არა. ხო, ვიცი, აზე. მონტარი ისინგ და რაღაც. ხო. ეს რამდენში იყიდე? 80 ლარად იყიდე ეს დისკი. რავი, შენ სულ ეგეთ ფასებში ყიდულობ. აჰა. ეგ ვინმეს განთ სერგოსთან? სერგო პერფორმანს. აი, ეგეთი ამბებია. კაროჩ, კარებს ვაღებ ხა რა. ჩაუჯდე მანქანაში და ანუ ასე ხდება სკამი და მეთქი რატომ ხდება ეს სკამი და წეგან რო რეცხავდით. და ხა მომიწევს იქ დაждობა. ვაიმე. ჩემი კარგი. იხუ ეს რამდენი ადგილი ყოფილა? აუ, იმენა ნახე. სამოსაწოვე ტაქსი. ჩემი კაი, ფეიქ ტაქსიში გამჭითა. თავი მგონია მეფე უეჭველი. აუ, ეს არ გამისწორდა ძალიან ხა. აუ, აი ეგრე გაიწიეთ უკან წადით. ალექსა მოდის. ალექსა მოდის, გაიწიეთ ყველა პირდაპირ წადი, პირდაპირ. რაო? კაცრა დამათმობინო არ გწენია. უკაცრავად ალექსი მოდის ვერ ხედა. არა და დათმობა საერთოდ არ იყო საჭირო დეპრე რა მოხდება შეიძლება. აუ. ნელა გადაიარეთ ხო? თორე ყერყიმალი. ვა, როგორ გადაიარე ეგრე რომ ვერ ვიგზენი ვერაფერი. ბიჭო, მინდა ეს საჭი. სიგნალი მუშაობს? ზოგადად აქვს სიგნალი, მაგრამ ვერ დავარეთ. მე რა დაგიერთებ თუ გინდა. იქიდან ერთი მოდის და ამას ორი აქვს. ხო, ვიცი. შლეიფი აქვს შემაქარეს. შლეიფი გაუქმებული გაქვს? ანუ რაღაც ხო აქვს და რკინა ხო ეს რაც უნდა შეერთა კნოპკაში და მაგას რო ვადებ ასიგნალებს. კაროჩე მე ერთი დღე ჩაუჯდეთ და გავაკეთეთ რა. რუჩნო ის გამეჭედა, ჩეკი. ციტელი რო ანთებს. ვიცი, ჩემთანაც ეგრე ანთებს. რო ამოწე უფრო. და ჰემი ფეფენა ეს ვაფშე რას გავს. კაროჩე ორი უძრავი ქონება მიდგას ეზოში რა. აბა წამო აქ ასეთ შუგზე შევხედოთ. ვაფშე აღარ ეთყობა ეს, ნახე? მაგრამ ნახე, აი ესე რომ შეხედავ არ ეთყობა. რა დაბალი რო გამოვიხედე. შუდაბუთი არის. ლექტირა. მადლობა, დაბალი მანქანა, მადლობა. აუ, ანიკო რა მაგარია, ეს ეუნებიან რომ მანქანა რა დაბალია და მადლობაო. არა, კიდე ნაკაწრია აქ და ეს არ გვინახავს. ეგ ხელით ხო დამოვიწყდა მაგის თქო. ეგ ვიღაცამ გაკაწრა ხელით.
აი, საცემია ეს. კაი, მე მოხვალ გავასწორებ. ბიჭო, შესაღებია თავიდან ჩემი აზრით. ან პროსტო დასასხმელია რა თავიდან ლაკიან საღებავ, იმიტომ რომ აქ ლაკს აშკარად დედაიტი რა. ამას ვეღარაფერს ვეღარ უზავ. ამას ვერც პალი როკავე რა მოიყონ. არა, იდეაში ამოიყონს, მაგრამ ძალიან საწ. რავი, ბიჭო, 3 მეტრიდან კაი ვიძე იყოს მთავარია. აი, ნახე, ესეთ მანქანებზე. აი, უყურე. 1 2 3, ხო, 3 ნაბიჯით უკან გახვედი, როგორ გამოიყურება. კარგია? ოკეი. საკმარისად კარგი თუ არ არის? კიდე 3 მეტრით გადი უკან რა. ეგრე უნდა იყოს ზოგადად და всё. ჩემი მანქანიდან 3 მეტრით უკან გავდივარ, ნაგავია. დავიკიდეთ. ზაზორი ნახე ძმა. ნახად ვარ გადმოვარდე აქედან მეშინია ხოლმე. მიუხედავთ უკვე მალე, ჯიგარს. წინი უნდა დავბერო, კარჩე უნდა ვიყიდო ყველა ნაწილი, რაც საჭიროა, ანუ ძრავის ღვედი, თავისი ყველაფრით, როლიკებით, წყლის პომპით და ასე შემდეგ. შემდეგ სცეპლენია მჭირდება, მაგის გარდა კიდე პილნიკები, რაღაცა წვრილმანები, გამშვებისთვის რაღაცა ნაწილები, ეს ბაჩოკი უნდა გავყიდო, უნდა ვიყიდო ორიანი. და всё, კარჩი, ყველა ნაწილს რო შევკრიბავ, მერე მანქანას ვიღებთ და ევაკუატორზე უნდა დავაგდო და ტონისთან რა. ტონისაც წინასწარ მოველაპარაკები ყველაფერზე რა. როგორც კი იქნება ეს ყველაფერი, გავაქანებ, ძრავს ჩავხსნით, გავაკეთებთ ყველაფერს, რაც გასაკეთებელია, დავასერვისებთ, ზედ შევცვლით და ასე შემდეგ და ისე უკან ჩაიდგმება ძრავი. და კოლოფი. იმედია ვსე მაგ, აუ, ტეკ დათვალიერება მაგ გასავლე. ვაფშე დამავიწყდა ძმა. იქიდან ხო, რო მოიხოდება მანქანა და გაკეთდება ყველაფერი. შენსაც გავლილი ექნება, იასნია, შენი ხოძია ძმა. ევაკუატორითვე ტეკ დათვალიერებაზე გავატარებ და მერე გამოვიყვან რა. ხო, რატო არა? ნომრის მოხსნა და გავიწევს. რატო? მაინც გიწევს. აი, ევაკუატორზე რომ ციყოს, მაინც რა. რო გაასაჩირო საბოლოოდ ალბათ გაგიუქმე მაგრამ ტვინის. მაინც კაი. საბოლოოდ კამერა წერს. კიდე კაი რომ მითხარ, ეხავე მოხსნიო. შენ მაგას დაუწერე სევოს და მან არ მიყავდა, პროსტა მიყავდა სადღაც ევაკუატორით მანქანა და ჯარიმა მივიდა ევაკუატორზე გადაღება. კარგი. და იმაზეც წერს, ხო იცი? რაზე? ვიღაცას ედო ევაკუატორმა დაარღვია სიჩქარის ლიმიტი და 200 ჯარიმა მოვიდა ევაკუატორსაც და ზემოდარაცი და მაგა. What the fuck? გაასაჩირო გაგიუქმებენ ალბათ რა ეთქვე ევაკუატორზე იდო ფოტოსაც ხო. იასნე. და ამას შეხედე რა ჭირს. ზუსტად იგივე ჭირს ჩემს სერანაირად ამას. შიგნიდანაა რა. აი ამას წერე. და გიტარებენ ეგრე ტექს? არა. ზარიადოს. ხო. ეგ იმის გამო რომ თავიან ერთმანეთს დიდი ალბათობით. თავიან ხელიან რაღაც, თორე აბა პროსტა რა გატეხა. კაროჩე მე გეტყვი ხა რა, ლაბავი შევცვალე წინის წინა წლის 30 თუ 29 დეკემბერს რა. შემიცვალეს და მაგის მერე მანქანა დავაყენა და თითქმის ერთი თვე ნახევარი იდგა ვაფშე ხელი არ მიხლია მანქანებს, არც დამიქოქავს არც არაფერი. გამოვდივარ ერთ დღეს, გადავწყვიტე გამოვიყვანე მანქანა, ვაკვირდები და ბზარია. ანუ და მივდიო ეგრევე იმათთან მივედი, რომ მეთქი ჯიგრებო, ანუ მანქანა იდგა, არ დავდიოდი, არც ხელი გამერტყავს, არავის არ ქონდა მანქანის გასაღები, ანუ რაღაც მივედი და აუ კაცო შიგნიდანო ამორტყმულია გინდა თუ არა, მეთქი რანაირად იდგა, დგომაში გასკდა რა. ანუ კაროჩ ფაქტიურად, ხო, დგომაში დაემართა ეგ. მაგის ხარისხს არა დამოკიდებულის ხო? როგორ არ არის? მოიცა ეგ კიდე გაუვიდა? მე მომივიდა იმაზე. არა. კაი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ პოლოს სიტუაციას მოკლედ. აი ესე არის, არაფერი არ შეცვლილა. თუ არ შემჭამოთ ხოლმე კითხვებით. აღვეც რა ჭირს, იასამნისფერი აღვედი ფაქტიურად. ისეთი ნაბუქსავებია, სავარაუდოდ. პატარა როლიქს დაერხა და მაგიტო აღარ ქოქავდი მანქანას რა, რომ უცებ რაღაცა რომ მოხდეს და გადაწყდეს, ისევ ძრავს ვაფუჭებ როგორც წინაზე და ისევ კლაპნებზე უნდა ვირბინო და მაგის თავი მე არა მაქვს რა. ყველა ნაწილს და ყველაფერს რო შევკრიბავ, ეს აი ესე ჩაიხსნება აი აქ ორი ბოლტი, ჩაიხსნება აი აქ ერთი ბოლტი და ეს მთლიანად ბორკა ამოვააქენან რა. მადლობა რომ კულისას გვიმოძრავებ. მედია მალე მოხდება ეგ ყველაფერი. რა დღეში? აუ ძალიან მტრიანია სალონის გასაკეთე. აუ კაროჩ მეზარება, აი ძალიან მეზარება ეგ ყველაფერი. მინდა სახში ვიჯდე მთელი დღე და Valorant-ს თამაშობდე და არაფერს არ ვაკეთებდი. როგორ ძალიან მეზარება ამ ყველაფრის კეთება ნეტა იცოდეთ. როცა ამ მანქანის კეთებას ვიწყებდი რა, მაშინ ჯერ არ ვიცოდი Valorant-ის არსებობის შესახებ რა, რომ შეიძლებოდა მაგდენი ხანი თამაში. და ეხლა რო გაუგეგემო. ახადე, აქ კიდე მიდგას უახოს სოლენოიდი. უახშენი, რომელიც უნდა შევცვალო. საღოლ დავკაწრე კრილოჯი გარიო. Nice. საღებავს რაც შეეხება წეგან ვამბობდი რომ საღებავი აღარ ვარ უნდა გადავღებოთ კომენტს და ასე შემდეგ და ეგ ფერიც მომბეზდა რა. თუ ვინმეს გაქვთ რამე ვინმეს კონტაქტი ვინც კარგად ღებავს მანქანებს ან ამ ყველაფერზე მუშაობს და რაღაცა ბარტერის პონჩი ან კოლაბორაციის პონჩი შეგვიძლია გაკეთება, ვთქვათ ისე რომ მე ვიყიდო მასალა და ასე შემდეგ და ხელობა იმათზე იყოს ბარტერის პონჩი ან რამენაირად ეგრე გთხოვთ მომწერეთ ან დამიწერეთ ან ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს საღებავი უკვე აღარ ვარგა და ფერიც აღარ მომწონს და გადაღება მინდა. თან პახოდუ ბამპერებსაც გავაკეთებ და ყველაფერს. კე? ლურჯი. ეხა ეს თუ ლურჯია რავი, მე ისა ვარ. მე ვარ ბალერინა. მომბეზდა ეგ ფერი მაგრად. ბიჭო, როგორი მინდა ხა, იცი?
კამერაზე არ ვიტყვი. მოძრავი ქონება, უძრავი ქონება. ეგით კიდე ერთი უძრავი ქონება, რომელიც უნდა გავაკეთო. და ხო დისკები ძალიან მომბეზდა დისკები. ეგეც უნდა შევცვალო უეჭველი. რავი, ვინმე წაღება თუ გინდათ 17-იანია, კი და 35 ოფსეტი აქვს მე მგონი. და ის არის, რა ქვია, სიგანე არის 8J თუ 7.5 არ მახსოვს. მოკლედ 500 არის, Golf Jetta, ასევე Subaru-ზეც დადგება, ასევე Toyota-ზეც დადგება. 500 აქვს გადახრეტა. ვინმეს თუ გინდათ, გატანთ რა ამ დისკებს დროს და ცოტა რაღაცეები გასაკეთებელი აქვს რა. ანუ იმ თემაში, რომ მე მგონი გასასწორებელია 2, ოდნავ და ნუ შესაღებია რა. ვინმე უფრო გაგიცვლის ალბათ რა. არა ბიჭო, რაში გამიცვლიან, შემოთავაზებენ სტოკებს. აი უეჭველი ხო ვიცი, ზოგადად Facebook-ზე ჯგუფებში როცა აგდებ ხოლმე დისკებს რაღაცა. ესეც, ან ასეთ დისკებს რო შეაგდებ, ერევე ისა რა ქვია, სტოკებს გიგდებენ და რომელი? 498? გიგდებენ ისეც. ო, აი ესეც გიგდებენ, აი და 400 არ მიდის ახლა მაგაზე? ანუ წავაღონ ცენტრებით რა, ცენტროვკად ბულტებით რა. ისედაც წავა, პროსტა ნუ ცოტა ისე რა. ჟიგულებზე და რაღაცებზე. ჟიგულებზე Fiat-ის გადახრეტა აქ ეხა შენ მარის მანქანის დისკები, ამაზე პირდაპირ წავა. და მოიცა და იმაზე არ წავა ეს მაგალითად? აი, ცუდად წავა. ანუ ის დრაჟენია ექნება რა, მაღალ სიჩქარეზე 14-ი და პირიქით ამაზეც ეგრე. ხო, ნუ 500-ებია, ძვირები ღირს 500-ები ეხა რავი რა ვქნა. ნახე რა ჩუმია. აბა ერთი კარგი. ბატონო, თქვენი გამშვები გადაკეთებულია, ასე რომ დაჯარიმებდებით 200 ლარით და თქვენი მანქანა გადავა. ძალიან ხმამაღალია. შენი აკაპარებს და დავай. მოკლედ ამ ვიდეოსთვის სულ ეს იყო. ძალიან დიდი მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს. თუ მოგეწონათ აუცილებლად დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი. ასევე აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი Instagram-ი, ლინკი იქნება აღწერაში და არ დაგავიწყდეთ Telegram არხი, როგორც უკვე ვთქვი, ვეცადოთ რომ ცოტა გავაცოცხლოთ. მან დაიდება live კონტენტი და ისეთი კონტენტი, რომელიც არ მოხდება ვიდეოებში და ყველა ინფოს გაიგებთ უფრო მალე ვიდეოს გამოსვლამდე, ასე რომ გადადით. ლინკი ასევე იქნება აღწერაში. გაწევრიანდით და დაელოდეთ სიახლეებს. მე კიდე გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. Sija. Just cruising, it's a pimpin', rollin', fuckin', bumpin', pop. After speech, you won't know.